მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გაზეთ ბათუმელების დამფუძნებელი მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი 100 დღეა უკანონო პატიმარია. ამაღლობლის პატიმრობის მიასე დღეს ეხმიანებიან ადვოკატები და კოლეგები. აღნიშნულ საქმეს კი ახლო მომავალში სტრასბურგი განიხილავს. ბათუმელების ნეტგაზეთის მენეჯერი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობლის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული მოსამართლედ უვადოდ განამწესეს. მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მზია ამაღლობლის კოლეგები, სამოქალაქო აქტივისტები, ადვოკატები მის უკანონო პატიმრობაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ამაღლობელი პოლიტპატიმარია და მის საქმეს მალე სტრასბურგი განიხილავს. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართული ეს სამართლებრივი პროცესი, რომელსაც შეიძლება ეს ფიგურალურად ეწოდეს სამართლებრივი პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა ამას ყველა ამ მის ფარგლებს ყველანაირად ცდილდება, არის აშკარად პოლიტიკური. თალსახად ვლინდება, რომ დარღვევა არის ყველა მიმართულებით, მათ შორის პირველ რიგში მზია ამაღლობელის უფლება დარღვევის მიმართულებით, რომლის საქმესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არიძიებს. დარღვევები არის ერთ-ერთი მთავარი დარღვევა არის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდება სრულიად დაუსაბუთებლად, არანაირი არ არსებობს არც ერთი მოტივი იმისა, რომ წინასწარ პატიმრობაში რჩებოდეს მზია ამაღლობელი. ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის რეპრესიული რეჟიმის მეთოდები, სრულჩვენებებით, სასამართლოს ძალით, შემიკერძოებული უსამართლო სასამართლოს ძალით, პროპაგანდით, რამინაირად სიანი მიაყენოს რეპუტაციული თუ ასე შემდეგ, ალბათ მზიას, თუმცა ამ სასამართლო პროცესში ღია და მკაფიოდ ჩანს, რომ ალბათ მზია არის უდანაშაულო და რასაც პროპაგანდა და რეჟიმის პოლიცია ედავება, საერთოდ არ არის ეს სიმართლე. რეჟიმის სურვილი არის, რომ პროფესიონალი ღირსეული ადამიანები არ იყვნენ საჯარო სივრცეში და საზოგადოებას არ ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამიტომ ერთ-ერთი გამოჩეული ადამიანი, ისე როგორც ხოსინის პატიმრები არიან სწორობაში. ამიტომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა სინისის პატიმრები. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის შესაძლო გამარტივების საკითხი კვლავ შეფასების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური სისტემა არ გადაიტვირთა, დიდი რისკია უვიზო მიმოსვლის ინსტრუმენტი შეჩერდეს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის წამოჭრით დივს თეითი და ევროპაში არსებული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის განხორციელებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლების და ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიუსელის 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების გამარტივებას განიხილავს. ერთ-ერთი რაც აკავებს აი ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების დადგომას არის ქართველი ხალხის ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ბუნებრივია იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მძიმე მოვლენა არ დადგება და ჩვენ არ შეგვიჩერდება უვიზო მიმოსვლა, რომელიც ქართველი ხალხის ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად გვაქვს მოპოვებული. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი რაც არის დღეს მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ ყველაფრის, ამ უარყოფითი დინამიკის, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობის და ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მთავარი გამსაზღვრელი რაც არის, ეს არის ის არალეგიტიმური ძალა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. შეიძლება რომ ქვეყნების ნაწილი ევროკავშირში წყვეტდეს რაღაც საკითხს და თუნდაც მცირე ნაწილი იყოს ამის წინააღმდეგი. ეს პრეცედენტი შექმნის საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს იმ მიმართებაში, რომ ევროპული საზოგადოება დაიყოფა, დაიხლიჩება გარკვეული პოზიციების მქონე ქვეყნებად. მაშინ, როდესაც
ევროსტრუქტურების იდეა, აზრი ეს უნდა იყოს და კოორდინაცია მოახდინოს და საერთო პოზიციაზე გავიდეს, მაგრამ იმდენად მძიმეა და იმდენად ხისტია დავალება deep state-ისა, რომ თავს ვერ იკავებენ აი ამ უტიფარი პოზიციის გაჟღერებითაც კი. დღეს ვრცელდება ვატიკანის განცხადება, რომ ის პაპის გარდაცვალების მიზეზებზე და მის ანდერძზე პაპის დაკრძალვის თარიღი კი ჯერჯერობით არ დასახელებულა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათ ცოტა ხნის წინ ორმაგი პნევმონიის სერიოზული შეტევა გადაიტანა. რომის საავადმყოფოში 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ინსულტია. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. ვატიკანმა გამოაქვეყნა პაპის ანდერძიც. მან დაკრძალვა რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ითხოვა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პაპს ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. ვატიკანმა პაპის ოფიციალური რეზიდენცია დალუქა, რაც სიმბოლურად გლოვის პერიოდის დასაწყისს აღნიშნავს. პაპის გარდაცვალების შემდეგ 9-დღიანი გლოვა ცხადდება. ჩვეულებისამე პაპი გარდაცვალებიდან მე-4 ან მე-6 დღეებს შორის უნდა დაიკრძალოს. კონკრეტულად როდის გაიმართება დაკრძალვის ცერემონია, ამას კარდინალები გადაწყვეტენ. პარალელურად ახლა კარდინალები მთელი მსოფლიოდანაც უნდა შეიკრიბნონ იმისთვის, რომ პაპი ფრანცისკეს მემკვიდრე აირჩიონ. ვაგრძელებთ გამოშვებას სპორტული ამბებით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული სახალხო შეჯიბრი ლელობურთი გაიმართა, რომელსაც არაერთი სტუმარი დაესწრო. შეჯიბრი წელს ზემოურების გამარჯვებით დასრულდა. ლელობურთი ტრადიციულად სოფლის ცენტრში ისტორიულ საცხობთან ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. ამ თამაშს გურულები 1854 წლის შუხუთფერდის ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოეთის ბრძოლის სახელით არის ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. აღდგომის დღეს შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა ერთფუთიან ლელობურთს ჰაერში ააგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. წესების მიხედვით გამარჯვებულია ის მხარე, რომელიც ღელიზე ბურთის გადატანას შეძლებს. წელს სპორტული შეჯიბრი ზემოურების გამარჯვებით დასრულდა. ამაჩებისაც აპლაუდებია ტარიელებზე კალავაზე მგები. ეს როგორც ტრადიცია, ეს უბნის ეს რეგიონის და ყოველ წელს ესე თამაშობდა. არ მოვიგეთ ხან წავარდი. ტრადიციული თამაში ლელობურთი სადაც გაიმარჯვა მეგობრებმა და სიყვარულმა მთლიან ჯამში. გაუმარჯვეს დღევანდელ დღეს. გაიმარჯვეს ზემოელებმა. მე ამჯერად ზემოელებთან ვიყავი, ზემოელებისკენ ვიყავი. დიდხნიანი ბრძოლა იყო. გაგრძელდა 2 საათზე მეტის ვარშავი, არ ვიცი დრო რამდენი არის. ძალიან საინტერესო თამაშია, პირველად ვითამაშე და რავი, ალბათ აქაურ კუთხეს ეკუთვნის რაგბის დიდი მოედანი, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს შეიძლება ითქვას, რომ მათთანაა რაგბი. ლელობურთი არის კულტურული მემკვიდრეობის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთელი სოფელი, ამ შემთხვევაში მთელი შუხუთი, როგორც ქვემო და ესე ზემო შუხუთი, თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ თამაშში და არა მარტო უკვე. იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფაქტიურად ჩამოსული სტუმრები ეს იქნება დასავლეთ საქართველოს თუ აღმოსავლეთ საქართველოს ერთობა ამ თამაში, რომელიც ძალიან სანახაობრივია და ეს არ არის მარტო სპორტული ღონისძიება, ეს არის კულტურული ღონისძიება და ეს არის ქართული ჟინის და ქართული ბრძოლის გამოხატულება. შეჯიბრის დაწყებამდე სოფელ შუხუთში კი სხვადასხვა კულტურულ სპორტული აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გააყიდვა მოიწყო. ასევე გაიმართა ჯგუფ ურსას კონცერტი. ლელობურთს უამრავ სტუმართან ერთად სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეს არის 12 კილოგრამი ბრინჯაოა, 12 კილოგრამი რა. ასე რომ ეს სიმბოლური საჩუქარი ჩვენგან. ხოლ მერცხალი და გურია მორიგ საფეხბურთო შეხვედრებს გამართავენ. მერცხალი შინ ითამაშებს, გურია კი გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ხოლო ოზურგეთის მერცხალი მორიგ საშინაო შეხვედრას გამართავს. ამჯერად მერცხალი მერანი 2-ს უმასპინძლებს. შეხვედრა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე 16 საათზე დაიწყება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.